ხნედ გვგრძნობთ თავს. როცა ჩდებოდით საშიმშილოდ, ვიცოდით რას ვაკეთებდით და რისთვის ვაკეთებდით და ფსიქოლოგიურად მოვემზადე ამისთვის. Იცხოვრე ამ ქვეყანაში, სადაც უსამართლობის ბუმია, სადაც ადამიანს არანაირი ფასი და ღირებულება არ გააჩნია ადამიანის მიმართ. მიტაცებულია ხელისუფლება რუსული ერთი ჯგუფის მიერ, ბიძინა ივანიშვილის გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანების მიერ და ჩვენი სისხლი და ოფლით მოპოვებული დამოუკიდებლობა უნდა დაუთმოთ ამათ. ეს გვაძლევს ძალას, რომ უნდა ვიბრძოლოთ და არ უნდა გავჩერდეთ. აი უწყვეტმა აქციამ გააკეთა ის, რომ ლეგიტიმაცია ვერ მიიღო ამ ხელისუფლებამ. ყველაფერი გააკეთა იმაზე გზის გადაკეტვაზე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აკიდა, ელემენტარული გზის გადაკეტვაზე, ადამიანები მარშზე რომ მოდიოდნენ, იტაცებდნენ და ციხეში სვამდნენ. ნუ ყველაფერი გამოვიარეთ, მაგრამ იცით რა, მაინც ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავამ 40 წელი იბრძოლეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და მაინც ეხა უზარმაზარ აქციებს აკეთებდნენ ხალხთან ურთიერთობა ეს სტადიონი იყო, რუსთაველი იყო თუ რა იყო, მაგრამ შიმშილობის გარეშე გამარჯვება მაინც არ მოსულა და რატო ვიქნებით ჩვენ მაგალითად გამონაკლისი თუ ჩვენ აი ამ რუსთაველს ვაქცევთ მიზიდულობის ცენტრად, ხო? ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ყველაფერზე მაღლა უნდა დავაყენოთ ჩვენი სამშობლო და ჩვენი შვილების მომავალი. გადავდოთ ყველამ საკუთარი ამბიციები, გავერთიანდეთ, მონოლითურად გადავიქცეთ და ჩვენ ვერავინ ვერ წაგვაქცეს და ვერ მოგვერება. ჩვენი მოთხოვნა ძალაში რჩება, რა თქმა უნდა, პოლიტიკური და სინდისის პატიმრების განთავისუფლება პირველ რიგში, ჩაინიშნოს არჩევნები დემოკრატიული საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევით და ვისაც აირჩევენ ბატონო ის იქნება ხელისუფლებაში.